გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. ოთარ რომანოვ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ევრობიუროკრატთა პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ხელისუფლების მკაფიო პოზიცია. ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე გადასახადი არ იზრდება. სემეკის ხდომამდე შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, სწორედ ამ კონსულტაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი არსებული ტარიფების შენარჩუნება. დეტალებს რატი მეტრეველი გაგვაცნობს. სემექსში ხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც კომისიამ ხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მომდევნო 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება ელექტროენერგიაზე ამჟამად მოქმედი სატარიფო მაჩვენებლები. ამის მიზეზად სემეკი ასახელებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიმართვას, ვინაიდან მათ მომდევნო წლის ბალანსი ჯერ არ აქვს დამტკიცებული. შესაბამისად, სამომავლო პროგნოზისთვის მათ მოითხოვეს, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდეს ამჟამად მოქმედი მაჩვენებლები. ამის შემდეგ უკვე იყო სემეკის კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და დღეს უკვე გახდა ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში არ შეიცვლება ელექტროენერგიის სატარიფო მაჩვენებლები. რაც შეეხება ზოგადად ტარიფის გადახედვას, გეტყვით, რომ ამჟამად მოქმედ დადგენილებას ვადა აქვს 2025 წლის 31 დეკემბრამდე და შესაბამისად ამის გადახედვა იყო გეგმიური პროცესი. ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, ზრდის რისკებთან დაკავშირებით პროგნოზები კი გაკეთდა დამტკიცებული ინვესტიციების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ ინვესტიციები დამტკიცდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ქსელების განახლებასთან დაკავშირებით, რაც ცხადია ზრდის ზეწოლას არსებულ ტარიფებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, აქ სატარიფო ზრდის რისკები არ არსებობს და როგორც მოვისმინეთ, მომდევნო სრული წლის განმავლობაში შენარჩუნდება ამჟამად მოქმედი სატარიფო მაჩვენებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს იმის რისკი, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ქვეყანაში გაზის გადასახადი გაიზარდოს. კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით, ამ მოცემულობებზე დაყრდნობით ჩვენ მოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით 3 თვის ვადით არსებული ტარიფები უცვლელი. მთავრობასთან ჰქონდა კონსულტაციები ჩვენ გენერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს იყო ერთი მთავარი საკითხი, რაც იყო დასაზუსტებელი გაზზეც ტარიფები რჩება უცვლელი 1 წლის ვადით. ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი სამსახურის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების მანძილზე მომხმარებელს არ გაიზრდება სამომხმარებლო ტარიფი. ეს ეხება როგორც ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, ასევე ეხება ელექტროენერგიის მომხმარებლებს. როგორც მოისმინეთ, აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა ენერგოომბუდსმენმა. შეგახსენებთ, რომ სემეკმა პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადები ქვეყანაში უცვლელად დატოვოს. პირდაპირ ეთერში რატი მეტრეველი საუბრობდა. სურსათზე ფასების მატებაზე პარლამენტის საკითხის შესწავლას თებერვლიდან დაიწყებს, მას შემდეგ, რაც საგაზაფხულო სესია გაიხსნება, არის თუ არა კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის, ახლა ეს უნდა დადგინდეს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ პროდუქტზე ფასები არაადეკვატურია. მნიშვნელოვანი არის, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა წამოაყენა, გულისხმობს ზოგადად ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა, ჩვენ ნახეთ მცდელობები თავდაპირველად რადიკალების მხრიდან
რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარი იყვნენ, ყველა თანხმდება, რომ ფასები რაც შეეხება სასურსათო პროდუქტებს არის შეუსაბამოდ მაღალი, თუ კი შევადარებთ მათ იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება მისი იმპორტი. მეორე მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც სხვა ახსნები, DGG და სხვა ასეთი საკითხები, რეგულაციები ჩავარდა. ყველა ეს ცრუ გამართლება, რომელიც სცადეს თავდაპირველად ჩავარდა. ახლა მნიშვნელოვანია ყველამ ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე, არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები. როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა, ეს სხვაობა არის არაადეკვატურად დიდი და გავერკვიოთ ეს სხვაობა საიდან მოდის, რამდენად ობიექტური არის ეს ამ სხვაობის არსებობა. ოთარ რომანოვ ფარცხალაძე პასუხისგებაში მიეცა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ფარცხალაძეს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, რაც 16-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია დანაშაულის უშუალო შემსრულებელი გელა უძილაური, რომელსაც სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც წასულში რეგისტრირებული იყო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან. და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ. რის შედეგადაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე კეთდება განცხადებები, მარიამ ქართველიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქრონიკის ინფორმაციით, სწორედ ამ წუთებში ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველ სოლოდებიან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში, სადაც უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა დაუსწრებლად. ბრალის შესახებ დადგენილებას გააცნობენ ადვოკატს, სავარაუდოდ გაგი მოსიაშვილს და ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო კონკრეტულად რა წერია ბრალის შესახებ დადგენილებაში და რა მტკიცებულებებს მიუთითებს გამოძიება, რომელიც ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ არის მოპოვებული.
გაყალბებული. რაც შეეხება მოკლული ჯანგოლაძის ოჯახის პოზიციას, ვესაუბრეთ მას უფლებადამცველს, ისინი ამბობენ, რომ გამოძიება მათი ინფორმაციით მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და საქმეში დევს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ფარცხალაძის ბრალეულობას. ჯანგოლაძეები ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა მოტივი და საქმე უკავშირდება დიდ ფულს რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ბიზნესს, რომელსაც აწარმოებდა როგორც ჯანგოლაძე, მოკლული ჯანგოლაძე, ასევე ფარცხალაძე და მიქაძეები. ჯანგოლაძის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებასთან კითხვის ნიშნები აღარ რჩება. ბუნებრივია დაინტერესდით სხვა დაკავებულების უფლებადამცველების პოზიციით არის თუ არა საქმეში სიახლე მათი პოზიციებთან დაკავშირებით, მაგალითად ხომ არ შეცვალეს ძმებმა მიქაძეებმა, ბრალდებულმა მიქაძეებმა საკუთარი პოზიცია, ან ხომ არ გაჩნდა ბრალდებულების მხრიდან საქმეში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენება, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ოთარ ფარცხალაძესთან კავშირს, ახლო მეგობრულ კავშირს და მათ შორის საქმიან კავშირს ადასტურებენ, თუმცა ამ დრომდე ბრალს უარყოფენ. ჩემი დაცვის ყოფებს თავად ამ საქმესთან, მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქედან გამომდინარე, აქვთ მათ რაიმე კავშირი ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ჰქონდათ რა იცნობდნენ, არ იცნობდნენ თუ რაიმე ურთიერთობა ჰქონდათ, საერთოდ მნიშვნელობას მოკლებულია მოცემულ საქმესთან მიმართებაში. სხვა დეტალებთან მიმართებაში გამოკითხვა აღარ ყოფილა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ როგორც მასალებს, ასევე ვიცი ჩემი დაცვის ყოფის პოზიცია, თანამდებობით შემიძლია გითხრათ, რომ არც მას და მასთან დაკავშირებულ რომელიმე მათ შორისაც ბატონოთარს რაიმე ასე ვთქვათ კავშირი, ურთიერთობა, საუბარი, შეთანხმება ამ მკვლელობის საკითხთან მიმართებაში ნამდვილად არ ქონია. გამოყოფილ საქმეში რაიმე მტკიცებულება მიიღეს გუშინ და გუშინ წინ, ასე რომ ვთქვათ, ამის თაობაზე ჩემთვის ცნობილი არ არის. ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს საქმეში არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა მის კონფლიქტთან დაკავშირებით და მის გაუგებრობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად გააჩნდა მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძეს და ამ ადამიანს ჰქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები, მათი გზები ცუდად გადაიკვეთა და მათ ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად. ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად ჩატარდა ბევრი ეფექტური და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. ლევან ჯანგოლაძის მკვლელობა გამოძიებამ სრულად გახსნილად გამოაცხადა. ჯანგოლაძის მკვლელობის მთავარი დამკვეთა და ორგანიზატორად ოთარ ფარცხალაძე არის დასახელებული. ბრალის შესახებ დადგენილებას რამდენიმე წუთში გააცნობენ მის უფლებადამცველს და სავარაუდოდ იქნება თუ არა ნება უფრო სწორედ კონკრეტულ მტკიცებულებებზე რომ ისაუბროს ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველმა, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო უწყება ოთარ ფარცხალაძის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებისთვის ემზადება. ეს მარიამ ქართველიშვილი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ბაჩუ ახალ საქმეზე კომენტარი გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, გამოძიებას მყარი მტკიცებულებები აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე გეგმავდა. საბოლოო ჯამში კი მან საკუთარი მეუღლე ანა ნადარიშვილიც არ დაიცვა. გამოძიებას მყარი მტკიცებულებები აქვს, ამიტომაც წარედგინა მას ბრალი და იქნება საბოლოო ჯამში სასამართლოს ვერდიქტი იმ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, რომელიც წარდგენილია გამოძიებას. ჩვენ ხო ხედავდით, რაც ხდებოდა მასთან თათფირები, როგორც იყენებდა თავის მეუღლის ინტერნეტ IP მისამართს იმისთვის, რომ რევოლუციური გეგმები დაესახა. და ნახეთ ჩვენ თუ რამდენად ხშირი კონტაქტი ჰქონდა მათ ამ დამამხობლებთან, ზუსტად ისევე იყენებდა თავის მეუღლეს როგორც სპიკერს. ეს ადამიანი უბრალოდ საკუთარ მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას. ხო ყველასთვის გასაგები იყო, რომ ანა ნადარიშვილის ეს პოსტები და სოციომედია აქტიურობა, რომელიც არსაიდან გაჩნდა უცებ, იყო მისი მეუღლის, ასე ვთქვათ, იდეების თუ მოწოდებების გაჟღერება. ისიც კი ვერ გაბედა,
რომ საკუთარ თავზე დაეტოვებინა ეს პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის პასუხისმგებლობა ჩამოეშორებინა. მას რა თქმა უნდა კითხვა დაუსვეს მეუღლესთან დაკავშირებით მარტივ მიზეზის გამო. ვინმე ეს კომუნიკაცია მხორციელდებოდა IP მის სამართლიდან, რომელიც რეგისტრირებულია მის მეუღლეს. ჩვენ ვერ ხედავდით, რომ ბაჩუახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზებაში. როდესაც 4 ოქტომბერს ამ პრეზიდენტის სასახლეს იღებდნენ შტურმით. და დღეს საუბრობენ, რომ იქ სეირნობდნენ, შავზე თეთრის თქმა და თეთრზე შავის თქმა, რა თქმა უნდა, ეს ის სტილია, რომელიც ბრიუსელმა დაამკვიდრა საქართველოში მის რადიკალ წარმომადგენლებში. ძალიან ძნელი დასაჯერებელია 180 ზარი განახორციელო აჯანყების პერიოდში ვინმესთან და ეს მე ამტკიცო, რომ მეგობრული მოკითხვები იყო. არავის არ ქონდეს ილუზია, რომ სხვა რამეებიც არ არის. სხვა რამეებიც არის, როგორც ბრალდებამ განაცხადა და თუ არა და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით შეჯიბრებითობის პრინციპით მოქმედებს ქართული მართლმსაჯულება, ორივე მხარეს ექნება თავისი არგუმენტების სრულად წარმოჩენის საშუალება, ლოზუნგურად არა, იურიდულად მოემზადონ სერიოზულად, ძალიან სერიოზული პროცესიელით, იმიტომ რომ მტკიცებებიც ძალიან სერიოზულია. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ევრობიუროკრატების შანტაჟის ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობა პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს. ხელისუფლების პასუხი ევრობიუროკრატების მიმართ მარტივია. ქვეყანას მათ არ დაანგრევინებენ. რეალურად ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ თემის გამოყენებით შეუძლებელია ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება გარედან ხელოვნური ჩარევით, ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, მეექვსე მცდელობაც იქნება თეორიულად ასეთი მცდელობა წარუმატებელი, თუმცა ისინი მაინც იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინსტრუმენტმა, შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა, მე ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელთაც საბოლოოდ გაანაცხადებენ ქართულ ხალხს. რთულია ჩვენ ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ბრიუსელზე, აქ ვეძიოთ სამართლიანობა, ვეძიოთ ლოგიკა და ვეძიოთ გონიურულობა. მოკლედ დიდი ხანია ბრიუსელი გაცდენილია გონიურული გადაწყვეტილების ჩარჩოებს, ჩვენს სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, არც ერთ პოლიტიკურ ასეთ შანტაჟზე არ გავცვლით. ასე რომ თავარი არის, რომ ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, რადგას ამ გადაწყვეტილების უკან. არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველოს, დააზიანონ საქართველოს მოქალაქეები. და ეს მავნე მიზნები დღეს აქვს ბრიუსელს საქართველოს მიმართ. გავიხსენოთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. ბრიუსელის მმართველობა უნდა შეიცვალოს და ეს გარდაუვალი არის, ის აცდენილი არის დღეს ევროპის ხალხების ინტერესებს. ბიუროკრატია, რომელიც რომელსაც ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკულთან მიიყვანა, აქ როგორ უნდა რასაერთოდ უნდა გამოვნახოთ. მაშინ ჩვენც უნდა ჩვენი ქვეყანა მივაყვანინოთ ცივილიზაციურ უფსკულთან, რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, ჩვენ ვერ ავწდებოდით სამხედრო კონფლიქტს. ბრიუსელს ჩვენს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ. ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს. ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი, ყოველდღე საუბრობს ომზე, ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. ევრობიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონიურულობის საზრიანობის ფარგლებს, არაობიექტური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უნდა შეწყდეს, ჩვენს ხალხზე უნდა შეწყდეს ძალმომრეობა, რაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თუ შეწყვეტის საბაბით პრაქტიკულად მთელს საზოგადოებას, მთელს ერზე ზეწოლას გულისხმობს და პროცესი უნდა გაგრძელდეს პოზიტიურ რელსებზე შედგომით. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 2025 წელს, არ მეტყველებს იმაზე, რომ ევრობიუროკრატია მყისიერად აპირებდეს დაუბრუნდეს მშვიდობიანობის ღერძს, რის გარშემოც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, თუმცა ჩვენ მაინც ავიქნებით ოპტიმისტები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის ურთიერთმისაღები და ურთიერთსასარგებლო ნიადაგი კვლავ დაბრუნდება ურთიერთობისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაურის სამართალდამრღვევად ცნო. გაფრთხილებასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაევალა გამოქვეყნებული სტატუსის წაშლა. საუბარია რუსთავიორის ჟურნალისტის მიმოწერის გასაჯაროებაზე, სადაც შესაძლებელი იყო პირადი მონაცემების იდენტიფიცირება. ქრონიკა დაუკავშირდა ეკა გიგაურს, თუმცა ის ტრადიციულად სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას სიცრუეში ადანაშაულებს და სამართლებრივ დავას გეგმავს. საუბარია შაბათის ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც ხაინდრავას თქმით, ავტორი რამდენიმე ტყუილს მიზან-მიმართულად ავრცელებს, მათ შორის მის ქონებასა და საქმიანობაზე. იგი სასამართლოში მისი ზიანის ასანაზღაურებლად თანხის მოთხოვნას აპირებს, რომლითაც ფონდის შექმნას აანონსებს. მიზანი კი ცილის წამების შემთხვევებზე დაზარალებულების მხარდაჭერა იქნება. ხაინდრავა ასევე საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენას გეგმავს. 21 დეკემბერს შაბათის ფორმულაში გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემ ოჯახზე, სადაც პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე იყო სიცრუე აბსოლუტური ყველაფერი. 16 ცილის წამებლური განცხადება, რომელიც ამ სიუჟეტში იყო ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი საქმიანობის მიმართ და ასე შემდეგ. იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე როგორც ქართული ოცნების ყარმა რაღაცა პროპაგანდისტმა და ჩაბეტონებულმა პროპაგანდისტმა საჩუქრად მივიღე ქართული ოცნებისგან მიწის ნაკვეთები სოფელ ქვემო ახალშენში თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში. რეალური სურათი არის შემდეგი. როდესაც ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, მაშინ ის ადამიანი, ვინც ეს სიუჟეტი გააკეთა, დაბადებული არ იყო ეს ჟურნალისტი. ეს 35 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. ზუსტად ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში, რომელიც შედა, ანუ ცრუ ცილის წამებლური შეცდომაში შემყვანი ღირსების განზრახ შემლახავი მამა პროვოცირებელი ბოლოდ განზრახული წარმოჩენის გამო. აი ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემი მიმართ. შებრალული ჩემი ღირსება, პირადული ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის მცდელობა. აუცილებლად შევიტან სარჩელ სასამართლოში, სადაც მოვითხოვ ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას. ამ თელ ფულს შევიტან ფონდში, რომელიც უნდა დავაარსო და დღეს ოფიციალურად ვაცხადებ ამის შესახებ, რომ დაარსდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს აი ამ მედია ტერორის და მედია ფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობას, მათი იურიდიული უფლებების აღდგენას. დავაყენებ საკითხს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში იყო შეტანილი მუხლი, რომლითაც გარანტირებული იქნება ცილის წამებისგან მოქალაქის დაცვა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრეს დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ბაღებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე. ლაპარაკი იყო 2026 წელს განხორციელებულ პროექტებზეც. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ჩვენ მქონდა როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ასევე პროგრამების მიმართულებით. გაიხსნა 2 ახალი ბაღი. მომდევნო წელს ჩვენ გვექნება უკვე რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი. ასევე 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ტრენინგი და კვალიფიკაციის სასამართლებელი კურსი შევთავაზეთ საბავშვო ბაღების პერსონალს თბილისის მასშტაბით. აღნიშნულ პროგრამებსაც აქტიურად გავაგრძელებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე ბაღის პერსონალისთვის ანაზღაურების ზრდას. მიმოვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელდა. ეს შეეხებოდა როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მათ შორის ინკლუზიურობის კომპონენტს და ასევე აღსასწავლების და აღზრდელების მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებს, რომლებიც მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ უკეთეს გარემოში, როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე ის მეთოდიკა და შინაარსი ბაღებში იყოს ძალიან გაძლიერებული. განახლებული გურჯაანის თოჯინების თეატრი გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისთვის შედგა სპექტაკლის თოვლის დედოფალის პრემიერა. კახეთში იმყოფება კულტურის მინისტრი. თეატრში სამუშაო 3 წელი მიმდინარეობდა, შენობა სტიქიის დროს დაზიანდა.
თოჯინური თეატრი აღვადგინეთ, გარემონტდა ეს სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ ეს თოჯინების თეატრი აქ არსებობდა და მიჩვეულია გურჯაანელი მაყურებელი, რომ არაჩვეულებრივი სივრცე ჰქონდეთ. ვიმედოვნებ, რომ ყოველ მომდევნო წელს გურჯაანი კიდევ უფრო დიდი სახელოვნებო სივრცეებით და ფესტივალებით იქნება წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თეატრის არსებობა. გარდა ადგილობრივი სპექტაკლების, გურჯაანში დაიწყება კვირეულები, სადაც ყველა ის თეატრები ჩამოვა, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია გაერთიანებას და გურჯაანელ მაყურებელს ჩვენ შევთავაზებთ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან ჭრელ რეპერტუარს. სულ უფრო ხშირად ვხედავთ რეგიონებში რეაბილიტირებულ თეატრებს, კულტურის სახლებს, სპორტულ ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამას ჩვენი რეგიონები გადაყავს განვითარების სრულად ახალ ეტაპზე და მომავალი წელი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ლენტეხში საზეიმო თაინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ღონისძიების ფარგლებში ღვაწმოსილ ლენტეხელებს მადლობის სიგელები გადაეცათ. საჯარო სკოლების 15 საუკეთესო მოსწავლე კი ოქროს მედლებით დააჯილდოვეს. საღამო გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.